3-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის რამდენიმე ნაწილად გავყავი ნეირონაკრების გამოყენება, ეტაპებად დავყავი, მივყვეთ ახლა ამ ეტაპებს. თან ვიტყვი იმასაც, როგორ შეგვიძლია რომ დავაინტერესოთ და წავახალისოთ ბავშვი იმისათვის, რომ ხვალ კიდევ მოუნდეს ამ ნაკრებთან მუშაობა. პირველ რიგში ამოვურჩიოთ თავდაპირველად, როდესაც შეიძენთ ნაკრებს, სასურველია თუ ყველა ფიგურას აჩვენებთ, თუ რა შედის ამ ნაკრებში და მთლად არ გავასაიდუმლოებთ, რომ იცოდეს ბავშვმა რა ტიპის ფიგურებთან მოუწევს შემდგომ თამაში, ასე ვთქვათ, და თამაშით მეცადინეობა და პირველი გაკვეთილისთვის, პირველი დღისთვის ავიღოთ, ავარჩიოთ ყველაზე მარტივი ფორმის ლაბირინთები. ავარჩევინო ბავშვს ასევე სტილუსები, აი ამ ორი ვარიანტიდან მოკლედ გრძელი სტილუსებია, ან თანხები, რომელიც თვითონ სურს. ლაბირინთებს წესით ქვეშ და ფენა არ უნდა ხოლმე. თუ სტილუსებს გამოიყენებთ, თაბახის გარეშეც შეგიძლიათ გამოყენება, მაგრამ მე მაინც დავუდე ქაღალდი ბავშვის თვალისთვის, რომ უფრო მიმზიდველი იყოს, ფერადი ფანქრები ან ფლომასტერები მიეცით, ასევე თუ სტილუსებს მიცემთ, ეს ქაღალდი ოდნავ შეარბილებს ხმას, აი ამას ხმას გამოსცემს მოკლედ ეს სტილუსები აქ მოძრაობის დროს და შევუდგეთ ხალისით პირველ გაკვეთილს, რომელიც სასურველია თუ 10 წუთზე დიდხანს არ გაგრძელდება. 5-7 წუთი იქნება სრულიად საკმარისი 3-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის ყოველდღიურად, რომ აი ამასთან მუშაობას დაეთმოს ეს დრო. აუცილებელია ასევე მშობლის ჩართულობა, მშობელთან ერთად კეთება, რადგან ეს გარდა იმისა, რომ აქ საჭიროც არის მშობლის უშუალოდ ფიზიკური მონაწილეობა, ვთქვათ, დაფიქსირებაში ფიგურის ხელის მოკიდება, პატარა ჯერ არ იცის სწორად ჭერა ფანქრის და კალმის, მშობელმა უნდა აჩვენოს, მიუთითოს, მოკიდოს ხელი და ასე შემდეგ. ამის გარდა ბავშვს ემოციურად მეტი კავშირის შეგრძნება აქვს მშობელთან, როდესაც უფროსთან ერთად აკეთებს რამეს, უფრო მეტად უზიარებს ყოველ შექებაზე, რომ ყოჩა კარგად გამოგივიდა, ის უფრო მეტად კმაყოფილი რჩება აი ამ კავშირით და კომუნიკაციით და ძალიან დადებითად აისახება მშობლის ჩართულობა მოკლედ ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე და განვითარებაზე. დავიწყოთ ახლა უშუალოდ გადავიდეთ საქმეზე, ორი ერთნაირი ლაბირინთი შევარჩიოთ პირველ ეტაპზე, დავდოთ ერთნაირი მიმართულებით. სულ თავიდან ბავშვმა აქტიური ხელი, რომელიც აქვს 3 წლის ასაკში უკვე გამოკვეთილი არის, რომელი ხელით გართმევთ ხილს და უშუალოდ რომელი ხელით მიგითითებთ, უკვე შენიშნავს მშობელი თუ რომელი ხელი აქვს აქტიური, მარჯვენა თუ მარცხენა, მისი აქტიური ხელი დავასაქმოთ პირველ ეტაპზე. დავაკავებინოთ სტილუსი ან ფანქარი, როგორც ვთქვით, და პირველი ლაბირინთი, ერთი ლაბირინთი, აი ბავშვმა უნდა უყუროს მხოლოდ აი ამ არეალს, აქ შეგიძლიათ ხელით დაადოთ, მშობელმა დაადოთ ხელი, რომ ყურადღება არ გაეფანტოს და უთხრათ, რომ აი აქ ეცადოს გაიაროს. ეხლა მე სწრაფად ვაკეთებ, მაგრამ პატარები ამას ასე ჩქარა ვერ გააკეთებენ. ანუ დრო საკმაოდ დიდი დაგჭირდებათ, ის 5-7 წუთი ისე გავა აი ამ ფიგურასთან მუშაობაში ვერც შენიშნავთ. როდესაც ერთხელ ორჯერ გაივლის ამ ლაბირინთს, შემდეგ უკუღმა, აი აქედან დავიწყოთ, შემდეგ და უკუსვლით წამოვიდეთ. და მიხვდებით, რომ უკვე დაიმახსოვრა ეს ფიგურა და ამაში მოძრაობა კარგად დაამუღამა, ასე ვთქვათ, მერე მიეცით მეორე ხელში ისევ სტილუსი და მეორე ხელით გაიმეოროს იგივე. ორჯერ დავუშვეთ, ორჯერ წამოვიდეს, შემდეგ უკან. თუ შენიშნავთ, რომ აი ამ სავარჯიშოს გაკეთების შემდეგ ბავშვმა მოიწინა ან ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანა, რაიმე მოითხოვა, ან საჭმელი, ან მოკლედ აქტიურობა მოუნდა და ათომა მოუნდა, მიეცით ამის ნება, არ დააძალოთ აქ ჯდომა და ისევ ამასთან მუშაობა, მაგრამ მოგვიანებით ეცადეთ, რომ დააბრუნოთ ისევ ცოტა შესვენების შემდეგ. შემდეგი ეტაპი ამ ლაბირინთებთან მუშაობის არის ის, რომ ორივე ხელით ეცადოს ბავშვმა უკვე აქ უკვე მშობლის ჩართულობა მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პირველ ეტაპზე პატარას ძალიან გაუჭირდება ეს სამუშაო. ორი ხელით, აი თვითონ ლაბირინთი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავუყოთ ნაწილებად. პირველი ნაწილი, მოვიდეთ აი ამ პუნქტამდე. მეორე ნაწილი, მოვიდეთ აი ამ წერტილამდე. მესამე ნაწილი და ასე შემდეგ. შესვენება შესვენებით. ძალიან მალე შენიშნავთ, როგორ აუჩქარებს ხელს თქვენი პატარა. როგორ უფრო სწრაფად გაართმევს თავს ამ სამუშაოს. შემდეგ მოვდივართ უკან. პირველი ნაწილი, შემოვიარეთ, გავჩერდით. შემდეგ მეორე ნაწილი. ხელები თვითონ მიდის, შევაქოთ ამ დროს, წავახალისოთ, თვითონ მიდის ხელები, თავის ლიანდაგში მატარებელი მიდის, თქვათ, ან მანქანა, ასე თავის განკუთვნილ ლიანდაგში. და ნებისმიერი რაც თქვენ შვილს უყვარს, შეგიძლიათ, რომ მასთან შეატაროთ, ნუ იქნება მატარებელი და მანქანა და სხვა რამ იყოს. როდესაც პირველი დღე ამით დავასრულოთ, მეტად ნუ გადავვლით ბავშვებს.